დეჰუმანიზაციას აქვს რამდენიმე ამოცანა. აი როგორც მიზანი რა ვიყო დეჰუმანიზაცია, რამდენიმე ამოცანა აქვს. ერთ-ერთი არის ინდივიდუალობის მოსპობა. რა არის ხა ინდივიდუალობის მოსპობა, ხო? რომ გააერთიანო ადამიანები ერთ ქვაბში მოხარშოთ და ერთ ჯგუფში, მაგალითად ნაცი. ეძახო სამშობლო ამ ადამიანს, ვის ვეძახით, ხო? ეცნიერები, ცნობილი მწერლები, ცნობილი მხატვრები, მეცნიერები, ექიმები, ინდივიდუალობას კარგავენ ეს ადამიანები, თავის ცნობადობასაც კარგავენ და აი ამ კონკრეტულ ამოცანაში დეჰუმანიზაციის ერთ-ერთი საფეხური რა ვიღოთ, არის ყველაფერი ინდივიდუალურის მოკლება ამ ადამიანებისთვის. მეორე ეს არის ემპათიის შემცირება. იმიტომ რომ თქვენ რო დააკვირდეთ მაგალითად რას ადარებენ ისტორიულად ადამიანებს, ჯგუფებს, ერს, რომელსაც მე უკვე ანადგურებენ, ეს არის ებრაელების სომხები მაგალითად, ხო ისტორიულად, ეს არის ქართველები რა თქმა უნდა კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში, ეს არის უკრაინელები, მათ შორის გოლოდომორის დროს 20-იან წლებში, როცა ეს მოაწყეს. ყველა მათგანი არის შედარებული წერსთან, პარაზიტთან, რომელიც ბუნებრივი ადამიანს უჩნდება განსხვავებული დისტანცირებული უნდა იყოს, იმიტომ ნებისმიერ ეგეთი პარაზიტი ტკიპა იქნება ეს რწყილი, ვირთხა. ეს არის საფრთხე ჯანმრთელობისთვის, ამიტომ შემზადება ნიადაგიც ხდება მათ შორის ემპათიის შემცირებით და ჩვენ ხანდახან სიტყვის ზალას ვაიგნორებთ, იმიტომ რომ სიტყვის ზალა, სიტყვა შეუძლია გარდაქმნას და ტრანსფორმირება მოახდინოს ჩვენი განწყობების და ამ შემთხვევაში აი ემპათიის შემცირებაში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პარაზიტი, ხო, ეს არის ვირთხასავით მოიქცა, რომ ვამბობთ, ამ შემთხვევაში ტვინში აქტიურდება კონკრეტული უბანი, რომელიც პასუხისმგებელია თავის დაცვაზე, ანუ საფრთხოებას. აი მესამე დონე ეს არის უკვე კონკრეტულად დანაშაულის გამართლება.